სანამ ვიტყვით ღარიბაშვილმა რა თქვა, მოდი მე ჩამოვთვლი რა საექსპერტო შეფასებები მოვისმინე მე პირადად TV პირველზე რატომ მოხდა ეგ. ბიძინა ყველაფერს აკონტროლებს რა მნიშვნელობა აქვს ვინ წავა ვინ მოვა ეგ ერთი თქოს. ღარიბაშვილი თვითონ გაიქცა სანქციების შეეშინდაო მეორე თქოს. კობახიძესთან მაგას შორის კონფლიქტი იყო და კობახიძემ გაუკაჩა არაფერ შუაში არა ბიძინაო ეგ მესამე თქოს. და მან ყველანი მონები არიან და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რა ხდება ევროპულ მომავალს უნდა მივწვდეთ მეოთხე ეგ თქოს. ბიძინა კიდე ერთი თქოს. ბიძინა თავის სანდო კადრებს ინახავს სანქციებისგან იცავსო და ესე გაიყვანა რომ ყველაფერი დაარჩინა ეგ თქოს შეაწმინებელი. და ერთი იყო კიდე რაღაცა ხუხაშვილმა თქვა რაღაც ხუხაშვილი ხო მასტერ სპორტა არის ეგეთის ნუ კაი ანუ სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ბევრი განცხადება ანუ აზზე არ არის მე მგონი ეს ხალხი რა ხდება რა ხო აი მართლა მოკლედ შინაარსის რო შევკრათ იყო რომ თან ღარიბაშვილი გაარიდეს თან თვითონ გაერიდა თან კობახიძემ გაუკაჩა თან ბიძინამ ჩახსნა ბიძინამ იმიტომ ჩახსნა რომ არ დაასანქცირეს, მაგრამ თან იმიტომ გაარიდა რომ არ დაესანქცირეს. თან ყველა მონა, მაგრამ თან კონკურენცია, თან ეჭვი ქონდა ბიზნეს ამაზე, მაგრამ თან ყველა ანუ თან ეს რო ყოფილიყო რაღაცა დიდ შუალედებში კიდე ჯანდაბას ერთ სიუჟეტში იყო. მე რა არის, აი მე უფრო რა მაინტერესებს ხოლმე იცი რაღაცა სამართლიანობის კუთხით ან სისწორის კუთხით კი არ ვაანალიზებ ხოლმე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე რაღაცა ლოგიკური მსჯელობა რა და აი ბად იყო პროსტა აი ხო არის ფორმალური ლოგიკის კანონები ეგ იყო მაგისი გაუპატიურების აქტია ეგ სიუჟეტი რა იმიტომ რომ არის რესპონდენტები ხო ყავთ ურთიერთსაწინააღმდეგოს ერთმანეთის მიყოლებით ანუ ამდენი ურთიერთ ხო არის ერთი მტკიცე ანუ ერთი განცხადება და მეორე განცხადება ერთმანეთს რო ეწინააღმდეგება ეგ არის ერთ-ერთი ლოგიკის კანონის დარღვევა არ შეიძლება ორივე ერთად მართალი იყოს და აქ იყო 6 რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება ან მე რა მაინტერესებს ხოლმე აი აი ეს რაღაც სუპერ დარტყმა ხო აქვს რომ აი მან რა მოხდა და მან ნიშნულობა არ აქვს ვინცად იქნება არანაირი ნიშნულობა არ აქვს ბიძინაა ყველაფერი და ეგ არის ერთადერთი გადაწყვეტილების რომ აბა რისთვის გადააყენეს თუ არა აქვს ნიშნულობა ანუ ვიღაცა გადააყენეს გააგდეს ესე იგი რაღაც ნიშნულობა ხო აქვს არა ისიც თუ ასრულებდა ესეც ასრულებდა არაფერს თუ არ წყვეტს რაღაცას ხო აქვს ნიშნულობა ანუ ეხა რა ხდება? კაი, უარეს გეტყვი, თუ არაფერი მნიშვნელობა, რატომ იყვები? ხო, რავი, აი, რა მნიშვნელობა აქვს? თუ მნიშვნელობა არ აქვს. დაანები თავი. გაანები მაშინ თავი, რაღაცა ანალიზს აკეთებ, ხო ანუ. ხო, ნუ მოდი ახლა ჩვენ რომ დავანებოთ თავი ამ ლიბერალების რაღაც ნაგახადოვეჭკებს და იმების კონსპიროლოგიურ თეორიებს, მოდით რეალურად რა მოხდა, ხო? იმებზე ვილაპარაკოთ, საფუძვლებზე რატომ წავიდა პოლიტიკიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ნუ ჩემი აზრით, აი ვინც კარგად მოусმინა და ყურადღებით მოусმინა ღარიბაშვილის ტექსტს, რომელიც ცოტა შორის დაწერილი იყო. ანუ ის კითხულობდა ტექსტს, ეგ რას ნიშნავს ახლა? ანუ წინასწარ შეთანხმებულია და სულ რო არ იყოს შეთანხმებული, თვითონ თავისი აზრი დაწერა. ერთი ახლა შენ რო გამოდიხარ და რაღაცა სპონტანურად ამბობ, სულ რო თავში კონდეს წინასწარ დალაგებული, ეგ ერთია, მაგრამ მეორეა შენ რაღაცას რო დაწერ ტექსტს, მან შენ უფრო მეტი დრო გაქვს, რომ თითოეული სიტყვა, თითოეული ტექსტი, თითოეული სიგნალი ისე დააკორექტირო, როგორც შენ გაწყობ და როგორც შენ გინდა. ამიტომ, ანუ წინასწარ მომზადებული ტექსტი იყო, რომლის თანახმადაც, ნუ ღარიბაშვილმა ილაპარაკა შემდეგი რაღაცა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ის ერთგული რჩება, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ხშირად ახსენა, მაგრამ უყურე აი ამ ტექსტში ერთხელაც არ უხსენებია მთავრობა. და რომ მოთხოვეს კი რამე თქვიო არ რომ მოთხოვეს, მე რა ჟურნალისტები ეს ლიბერალური მედიები ჟურნალისტები დაჟინებით ეკითხებოდნენ, აბა რამე კომენტარი გააკეთე კობახიძის მთავრობაზე, ან პერსონალურად კობახიძეზე, ნუ ის პირდაპირ პასუხს არ სცემდა. აი აშკარად ეთყობოდა, რომ მას არ უნდოდა
კობახიძეზე არაფრის თქმა. ეგეც ძალიან მიკვირს ხოლმე თქვი, კაცო, რაღაც წარმატებას უსურვებ და მორჩი, ანუ მაგასაც რატო უტოვებ? აი და თან თუ ძალიან ინტექსტი გაქვს დაუშვათ, თუ სულ რო კონდეს, ხო ეგეთ ტექსტი რო თქვა, რომ კობახიძეს, კალაძეს, თალაკვაძეს, რავი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო, რამდენი ხალხი ვართ, მაგიტო არ ვამბობდი ესე დეტალურად, იმიტომ ვამბობდი მარტო ბიძინა ივანიშვილს, რომ დანარჩენი ბევრი ლიდერები გვაქვს და ყველას უსურვებ წარმატებას. აი ეგეთ ტექსტი რო თქვა, რა პრობლემა იქნება? ხო, როგორც ჩანს, დაძაბულობის ხარისხი მართლა არის. ისეთია, რომ აი თან დიპლომატიური კუთხით აი ხო არაფერ ვალდებულებას არ კიდევდა მას. მიუხედავად მაგის, იმდენად დაძაბულობის ხარისხი ისეთი იყო, რომ ვერ დააძალა საკუთარ თავს, რომ ფორმალური ტექსტი ეთქვა. აი, მოდი ასე ვთქვათ, აი კონტექსტიც ვთქვათ, ნახე. სამი კვირა გავიდა, თუ არ ვწდები, ლილუაშვილი რო გადადგა, ხო? სამი კვირაა. მაშინ რაღაცა თლად ვერ გაიგო ხალხმა, მაგრამ გაჩნდა კითხვები და მაშინ ჩვენ ავხსენით, რომ არსებობდა ოცნების გუნდში ფრაქციები, გავლენის ჯგუფები, ეს არის საპარლამენტო ჯგუფი იყო ერთი, რომლის ლიდერი იყო კობახიძე, მეორე ჯგუფი იყო ძალოვანების ჯგუფი, რომლის ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ლილუაშვილი და მესამე ჯგუფი იყო დანარჩენი აღმასრულებელი ხელისუფლების ჯგუფი, რომელსაც ლიდერობდა ღარიბაშვილი, კალაძე ცალკეა, მთლად მასეთი გავლენიანი არ არის, მაგრამ ცალკე იქიდან გავლენიანი არჩევითი მერია და რაც შეცვლას ასე არ ექვემდებარება, ხო? აი სამი გავლენიანი ჯგუფი იყო, თქვით, და ამ სამ გავლენიან ჯგუფ შორის არსებობდა მუდმივი კონკურენცია და შიდა დაძაბულობა. ამ კონკურენციაში კობახიძემ მოახერხა კობახიძის ფლანგმა და შეავიწროვა და გვერდზე გაწია ღარიბაშვილის გუნდის შარშან და ფაქტიურად უბრალოდ თანამდებობას, ნომინალურ თანამდებობას იკავებდა მაშინ ღარიბაშვილი. დარჩენილი იყო ამის შემდეგ ძალოვანების ჯგუფი და კობახიძე, რომელმაც ნაწილი აიღო აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის ფლანგს აკონტროლებდა და ეხლა კობახიძის მხარემ ძალოვანებსაც, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა დაძლია და მათი ჩახსნა დაიწყო. ანუ კონტექსტი ნახე რა მოხდა. ანუ ფაქტურად ეხლა შეიძლება ცოტა ხმამაღალი სიტყვა იყოს, მაგრამ შიდა გადატრიალება მოხდა და ესეთი ძირითადი ჯგუფებიდან, რომელთა შორის ბალანსიც იყო ქართული ოცნება, დარჩა ორი. კალაძის ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად თბილისზე იყო და კობახიძე, რომელმაც მთლიანად აიღო. ანუ აი კონტექსტი ნახოთ. დღეს ღარიბაშვილი წავიდა, გუშინ წავიდა თუ არ ვწდები ინფრასტრუქტურის მინისტრი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მართავენ სინამდვილეში, ხო? რეალურად ეს ფუნქციონერები, ყველაზე აქტიური, ვთქვათ, მინისტრის თავარი დასაყრდენი არის, მოადგილეებს ცვლიან. ყველა სტრუქტურაში საუბარი მიდის, რომ შეიძლება მინისტრის გამოცვალა, იგი ხა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ისე ვითარდება მოვლენები, რომ ლოგიკური არის ეგეც. ამ დროს ღარიბაშვილი გამოდის და იძახის, რომ მივდივარ და ერთი მადლობა ვერ ათქმევინ ეს მთავრობის მიმართ, ხო? ანუ სინამდვილეში შეიძლება ითქვას, შიდა გადატრიალება, სრული ჩანაცვლება ხდება ძველი გუნდის, კობახიძის ფლანგის შემადგენლობით. ეხლა აქ იმას არ გულისხმობთ, რომ ივანიშვილის ნების გარეშე ხდება ეგ. როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, მწვანე შუქია, დაარწმუნეს და როცა მსჯელობდით, ეხლა ჩვენ მხოლოდ ლოგიკით შეგვიძლია მსჯელოთ, რაღაცა ინფორმაციები თელ ქალაქში ისე კი ჟურნალს, მაგრამ როგორც ხედავთ, აგერ ლიბერალური ტელევიზიები რო აცხადებენ, არავინ ისე გარკვეული არ არის და გაგებაში არ არის რა ხდება. ხო, ეგრევე ჩვენ დონეზეც ზუსტად იგივე რაღაცა მაგ დონეზეა ზედაპირულად ინფორმაციები. ხო, მაგრამ ლოგიკური თვალსაზრისით ჩანდა, რომ ზოგადად ძალოვანი გუნდის საქმიანობა ტოვებდა აი ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი უკმაყოფილების საფუძველს. ანუ ძალოვან გუნდზე კი გადატყდა მთავარი დარტყმები, რომელსაც დასავლეთი ეწეოდა, ოღონდ კარგად გაართვაო ამ გუნდმა თავი, მაგას ვერ იტყვი, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულად თელი წლის განმავლობაში ვასახელებდით, რომ აი ეს ნაბიჯები იყო
არაფერში საჭირო შეცდომები, რომლებიც დააზიანა ამათი საერთაშორისო იმიჯიც, შიდა რეიტინგიც, აი ვიღაცების მაგალითად პირველი დღეების განმავლობაში ზედმეტი ძალის გამოყენება. დასავლეთიც მაგის გამოყენებით უტევს და ჩვენ ვიძახდით რომ რაღაც ეტაპზე მაგ გუნდის ეს ყველაზე ხილული სახეების, რომლებთანაც ასოცირდებოდა ის არაპოპულარული ნაბიჯები, ძალის გამოყენების, მოგერიების, ამ მაიდნის ცდელობების, მაგ ნაწილის ჩახსნას დაიწყებდნენ, იმისთვის რომ უფრო ცივილური ფორმა მიეცათ შემდგომი პოლიტიკური შემადგენლობისთვის, რომ ეს civiluri რაღაც პოლიტიკურად გამართული ფორმა შესაძლებლობის რაღაცა წარმოდგენას დატოვებდა იმისა, რომ რაღაც იზოლაციიდან გამოსვლის შანსი არსებობს. და სხვათა შორის დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრია თუ როგორც მახსოვს, დავითაშვილი ამერიკაში იყო ხამდე ერთი კვირა იყო ვიზიტით, იქ აქტიურად ცდილობენ რაღაცა კომუნიკაციაში. ამერიკის სახელმწიფო დივანის ამჩვენებლად საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის, ანუ ისა უпростоრეთ მოადგილის თანაშემწის მრჩეველს ხო, ანუ ვერ შეხვდა გავლენიან ფიგურებს, მაგრამ ერთი კვირა იქ იყო. იმასთანაც ჰქონდათ თუ არ ვცდები, ამ სახაზინოს უწყებაშიც ჰქონდათ შეხვედრა. ხო, ანუ ცდილობენ გაწიონ გვერდზე ზღვარგადასული ძალოვანი ქმედებები, ძალისმიერი ქმედებებით უკვე დამახსოვრებული ფიგურები და მე ველი რომ კიდე და კიდე მეც გაწევენ. და ცოტა ისეთი civiluri ფორმაში. და ეგ არგუმენტები როგორც ჩანს დამაჯერებელი აღმოჩნდა ბიზნეს. რო გავიხსენოთ ივანიშვილი როდის შემოვიდა, ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში, მაშინ ეგ ილაპარაკა. მაშინ ღარიბაშვილი გადააყენა და მოიყვანა კობახიძე. და ილაპარაკა ის რომ მე დავბრუნდიო ჩვენი გუნდის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად დავბრუნდიო. ანუ ქართული ოცნება იმის გამო რომ აი ამ კოლექტიურმა პროდასავლურმა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა, იმდენად კრახი განიცადა ამ არჩევნებზე რომ საერთოდ ბოლოს თვითონ უარი თქვეს თავის მანდატებზე და მარტო დარჩა ქართული ოცნება იმდენად გაიმარჯვა ამ არჩევნების შედეგების თვალსაზრისით ეხლა გადასულია უკვე მართლაც შიდა რაღაცა იმების მოგვარებაზე და შიდა რაღაც ერთი რაღაც ფორმის სხვანაირ გადაწყობაზეა რაც თავისთავად იმას გულისხმობს რომ მაგისტვის მიეცა ანუ ბიძინა ივანიშვილი შემოსვლისთანავე ეგ პროცესი დაიწყო როგორც ჩანს ეხა თვითონ სახელმწიფოებრივ დონეზე ეხა ოცნება რას იზავს თვითონ იცის მაგნაწილ თავის გუნდს როგორ დაალაგებს შუერაში გვაინტერესებს იდეაში ხო ეგრეთ დგება საკითხი მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე უფრო გამართული ფორმა რა თქმა უნდა არის რომ შიგნით ახლა რაღაცა დაპირისპირებული ფრაქციები რომლებიც ერთმანეთს ჭამენ ხელისუფლებაში და რაღაცა ერთმანეთს რომელს ფეხი დაუწდება მაგას როელის მეორე და ერთმანეთს აზიანებს ეგ ზოგადად სახელმწიფოსთვის პრობლემაა ამიტომ ეხლა სინამდვილეში ოცნებისთვის სავარაუდოდ ეგრე ჯობია ეგრე რომ მოეხერხებინათ აქამდეც მაგრამ ამ მთელი პრობლემა რა არის კაცო ეს ხო არ არის რაღაც 1 და 2 კაცი ეს არის მთელი შემადგენლობა რომელიც ქსელად იყო გამფენილი რაღაცა აჭარის პირველი პირი და რაღაც სხვადასხვა სტრუქტურები ზოგისად იყო ერთმანეთთან გადაჯაჭვული ხო ის ხალხი ოცნებაში გავლენიანი ფიგურები იყვნენ ისინი რომ ჩაიხსნებიან იმათ უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას ეგ ხო ხვდებით ახლა რომ წაიკითხოთ სოციალურ ქსელებში ხო უკვე აქტიური ურთიერთკბენები წავიდა ამა თუ იმ რაღაცა სოციალური ქსელების აქტივისტებს შორის რომლებიც ფლანგებს შორის დაპირისპირება გადავიდა ეხა უკვე ქვედა დონეზე ხო ანუ როგორი ტექსტებით იცი ნაცებში ვიღაცა იყო და ეხლა დააწენა რომ გეგონება გუშინ არ იყო ის დაწინაურებული და ეხლა ახალი რაღაცა ხდება და
14 წელია ნაცები ყავთ პარლამენტში გიზით ყოფილი ნაცები და ეხლა ბევრი ტექსტი როგორ იცი დროზე მოგხედეთ სანამ ავლაპარაკდით აი რაღაც ეგეთ მესიჯებს ქვედა დონე ოცნების ბევრი ასე ვთქვათ აი ძველი გვარდია რატო ვართ ესე უპატრონოთ და ეს ნაცებში ვინც იყვნენ მაშინ ისინი რატო დააწინაურეთ და რაღაცა ეგეთები მოდის ბევრი. ფათაშორის ამ მასშტაბის აი ეს გადახალისება პირადი შემადგენლობის ოცნების ეხლა რა მასშტაბის ხდება, ანუ რამდენი ადამიანი შეცვალეს, რამდენი სამთავრობო პორტფელი გადაიბარეს და თან ეხლა ვიღაც მინისტრი რომ მიდის ჩვენ ხო ვიცით რომ იმას უამრავი მოადგილეები ყავს, თავის გუნდი ყავს, იქ ასეულობით ადამიანზეა საუბარი. მათ შორის არაფორმალური ვალდებულებები აქვს იმას მთელ რიგ ბიზნეს სექტორთან ძალოვნებთან და შემდეგ აკიდებული, ანუ ეგ ათასობით ადამიანი ხალხი რო ქვას ჩააგდებთ ესეთი კონცენტრირებული წრეები რო იშლება დაახლოებით ეგრე მოხდება. ანუ არა მარტო სამთავრობო ჩინოვნიკებზე კაც საუბარია, ვიღაც ბიზნესმენებთან გავლენიან ადამიანებზე, რომლებსაც რაღაცა ვალდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, თუნდაც აი ვიღაც მინისტრის მოადგილეს. ბოდიში მე ჩვენ ვალდებულებას შევასრულებ ხა და შეგახსენეთ პატივცემულო მაყურებლებო, რომ აუცილებლად დაალაიქეთ პირდაპირ ეთერი, იმიტომ რომ ხელს უწყობს მის გავრცელებას და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ რომ აი გამოტანილ ნომერზე დაეხმაროთ ჩვენს წამოწყებას და გამოუშვათ აუცილებლად donation alert-ით კითხვები. აქ რა პროცესი მიდის ერთი ვთქვათ კიდე აი რომ გაიგოს მაყურებელმა. წარმოიდგინეთ იცვლება ზედა შემადგენლობა, ძალიან დიდწილად, პრაქტიკულად სრულად კონკურენტი ფლანგებიდან იხსნება და ზედა შემადგენლობა საშუალო რგოლში, აი კითხვა ხო ჩდება საშუალო რგოლში რა ვქნათ, ხო? საშუალო რგოლში ეხა ხარ მთავრობის ეს მართველი ჯგუფი იმ მთავრობის, რომელშიც შემადგენლობები იცვლება ხოლმე სტაბილურად რაღაც 5 წელიწადში ერთხელ გადახალისება ხდება და პრემიერ-მინისტრები ყოფილა რომ აი გუშინ პრემიერ-მინისტრი იყო და საერთოდ აღარავინ აღარ იცის სად არის დღეს ან მე შეიძლება სასტუმროში წავიდე ბახტაძე სად არის ბახტაძე სად არის ან გახარიას თავს დაესხნენ ცემეს არა გახარე არის პოლიტიკურ სფეროში მაგრამ აი ბახტაძე რატო გამოხდა აი ყველაზე აი ბახტაძე პრემიერი ხო იყო ეხა მაგალითად ქუჩაში შეიძლება ვიღაც მიდიოდეს და აი ხალხმა გვერდზე გაუაროს და ვაფშე ის კი არა რომ აი პრემიერ-მინისტრი იყო ვაფშე ეს ვინ არის ვისთან არის მაგდონემდე ეს კაცო აი ხა მე მაგალითად ბუნდოვნად მახსოვს მე ხო პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ვარ მაგრამ მაგის მიუხედავად როგორ გამოიყურება ან ნახე რა რის თქმა მინდა ეხლანდელმა შემადგენლობამ იცის რომ შეიძლება მისი დღეებიც არ იყოს ხანგრძლივი და მყარი თუ ამაზე არ იზრუნა მოდი მე ამიტომ უნდა გადაახალისოს ის ნაწილიც რომელსაც რაღაცა გავლენა აქვს სიტყვა ეთქმის აზრის გავრცელება შეუძლია ეხლა იმათ გადახალისებას რო დაიწყებენ ესენი იმათ ხო ამაზე ხო იგივე რასაც სოციალურ ქსელებში ხედავთ ბევრი იმ გუნდის წევრები აყვირდებიან რომლებიც სოციალურ ქსელებში სხვა ქვედა რგოლში არიან დასაქმებულები ისინი ხო აყვირდებიან იმათაც აყოლებენ ზედ ეგ პროცესია რომელიც წმენდას გუნდის ანუ პრეცედენტი მე რამდენი პრეცედენტია უკვე ხო რომ აი გადახალისება რაღაც სისტემურ რესტარტს რო აკეთებენ აი პირველი სისტემური რესტარტი იყო 2016 წელს როდესაც აი პირველი აი ძველ old ოცნების ის თანამებრძოლები რო ასე ვთქვათ გაწიეს და ეს მაგალითად ყობახიძე მდინარაძე საიდან გამოვიდა ხო 2016 წელს გამოჩნდნენ ხო ეს საერთოდ რო მანამდე როგორც პოლიტიკური ფიგურები რო ნუ ან არ არსებობდნენ ან უკიდურესად უცნობი იყო საზოგადოებისთვის გუბაზის მაგალითად ფენომენიც ხო აქედან გამომდინარეობს რომ გუბაზიც ან შეეწირა ასე ვთქვათ ამ რესტარტს უბრალოდ თავისი პოლიტიკური წონიდან გამომდინარე ან უბრალოდ წონიდან ხო ანუ ვეღარ მოხდა მისი ასე ვთქვათ საბოლოოდ არ მინდა გამოვიყენო ახლა რაღაც უცენზურო სიტყვები და ნუ გუბაზმაც
გაჭედა ეს პროცესი და ამოხიტა აქეთ და წინააღმდეგობა გაუწია. სხვათა შორის ამ ხელისუფლების სისუსტეც სწორედ მაგაში. რომ აი გუბაზის ნაირ ადამიანებს რომ შენ თავად ქმნი, მე გულისხმობ აი მტრებს რომ იქმნი. მაგათ ნაცებს ეგეთი რაღაცები არ ეშლებოდათ. შენ დამისახელე ერთი მაინც ნაცი, რომელიც აი წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი, მე ხა იმათ არ გულისხმობ ვიღაც შემსრულებლებს და ფუნქციონერებს და ვიღაც პროკურორებს და მოსამართლეებს. ეგა ინსტრუმენტი. ეგ არა პოლიტიკა. ეგ არა, პოლიტიკოსებს ერთი საჯარო. ხმდება ოქროაშვილი არის. ოქროაშვილს ისეთი რაღაცა უქნეს, რომ ეგ გასაგები და ეხლაც ისევ დაუბრუნდა. ნაცი გახდა. ისევ ნაცი, ანუ შობლიურ კერას დაუბრუნდა. ხო და ნაცებს ეგ არ ეშლებოდათ. კი, საბოლოო ჯამში ამ თავისიანების ვითომ არ გაწირვით, ბევრი ისეთი ადამიანები მიიყვანეს, რომლებმაც საბოლოოდ ძირი გამოუთხარეს ნაციონალურ მოძრაობას და დიწილად მაგ ადამიანების შეცდომებით და ქმედებებით მოხდა მაგ ძალის მარცხი, მაგრამ ეგ არ ეშლებოდათ და უყურე შენ რო თქვი მომავალში შეიძლება მოხდეს რესტარტი, მე დარწმუნებული ვარ, მოხდება მომავალში რესტარტი და აი როდესაც ღარიბაშვილი ამბობდა რომ უფიქსირებდა თავის პატივისცემას და ერთგულებას ბიზინა ივანიშვილს, შეიძლება კობახიძის გუნდის წინააღმდეგ ღარიბაშვილი რაღაც მტრულ ან კონფრონტაციულ ან უხერხულ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ მომავალში აი არ ვიცი ჩვენ რა ვიცით რა მოხდება მომავალში, ხო 2 წელიწადში, 3 წელიწადში ღარიბაშვილი მაგალითად როგორც მესამეჯერ კლავ შემცვლელი რატო არ გამოდგება, რომ დავფიქრდეთ. ანუ ჩამოწერილი პოლიტიკური სუბიექტი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის თვალში, ნუ ჯერჯერობით არ ჩანს. შეიძლება ანუ ღარიბაშვილი თუ რამის დემონსტრაცია მოახდინა მთელი ამ წლების მანძილზე რა არის, იცი რომ აი ღარიბაშვილს რაც არ უნდა უქნან ბიძინა ივანიშვილის მიმართ ყოველთვის ლოიალობას აფიქსირებს ერთი და ყოველთვის ეს წყლარად ელოდება რომ ნუ ჩემი დროც მოვა. ეგ რატოა იცი მნიშვნელოვანი, ანუ საერთოდ ადამიანები დიდ შეცდომას ყოველთვის უშვებენ, როდესაც არ ითვალისწინებენ რაღაცა ძალის ან გუნდის სახალხო ლოგიკას, ან ელექტორალურ ლოგიკას უფრო სწორედ. ან ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს თავისი ელექტორალური ლოგიკა და ნარატივი, რომლის ფარგლებში ის ცდილობს რომ ჩაჯდეს. ეგრე არ არის შენ რაღაცა მომხრე ყავს, რაღაცა კატეგორია ან რაოდენობა და იმის აზრის ან იმის ლოგიკის წინააღმდეგ მიდიხარ. მაგალითად ღარიბაშვილი ქართული ოცნების ამომრჩევლის და ელექტორატის ლოგიკის და მიმღებლობის წინააღმდეგ არ წასულა. რაც ტოვებს იმის ალბათობას და შანსს, რომ მომავალში თუ ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, აი ვინ უნდა შევცვალო მოდი მაგ ლოგიკას ვინ უნდა მოვიყვანო, ისე ღარიბაშვილი შეიძლება დააბრუნოს.